საღამოში და ფისა მეგობრებო. გისმენთ ყველას, ვისაც კითხვები გაქვთ, დამისვით კითხვები და მოგიყვებით ყველაფერს. იმასაც მოგიყვებით, რომ სიტყვები ძალიან გამოსასწორებელი გვაქვს, მათი მნიშვნელობები, როგორც არის სიტყვა შემეცნება, ანუ შემეცნება, რომ შევამოკლოთ და შევკვეთოთ სიტყვა შემეცი, ხო? ახლა ვიღაცა სექსისტი წარმოიდგენს, რომ ეს სიტყვა ეს არის და ის არის და საერთოდ სიტყვა შემეცი სექსთან არ არის კავშირში რა. იცოდეთ ეს ჩემგან თქვენ. როდესაც ადამიანს აქვს ეს მოთხოვნილება, რომ შემეცი თქვას, არ აქვს მოთხოვნილება, რომ მას სექსუალურად ვინმე დაეკონტაქტოს. არა. ადამიანს, როდესაც სიტყვა შემეცი პირზე აკერია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სჭირდება შემეცნება. გესმით? ნუ გიშინიათ ამ სიტყვების რა. ვიღაცამ დამიწერა ისეთი იგინე, გინება არ არსებობს ხალხო. როდესაც ორ ადამიანს შორის ფიზიკური კონტაქტი მყარდება, ეს არის ღვთიური მომენტი. აი ამ ღვთიურ მომენტს ისეთი მნიშვნელობა მიანიჭეს ამ ტვინი გადმოტრიალებულებმა, რომ ძალიან ცუდ კონტექსტში ესმით ეს საკითხი. მაგალითად, რომელი სიტყვა ავიღოთ რა. აი, როდესაც ქალი ამბობს, შენი დედა მოვტყან, ხო? აი, ხო, არის ესეთი მომენტი, რომ კაცი იგინება. მოდი ეს სიტყვა განვიხილოთ ახლა გინდათ, რომ დაგიწყნარდეთ გულები, დაგიწყნარდეთ გონება და დაგიწყნარდეთ ასევე სიტყვიერი მარაგი. დავწეროთ? არ უნდა ეს ადვილი სიტყვა არის. ვინ, ტანი, ყარ, ანი. მანუ, ონი, ვინ, ტანი, ყარ, ანი. აი, ძალიან მაგარი სიტყვებია რა. აი, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, იმხელა ფილოსოფია ამაში, რომ ვიღაცას ეს სიტყვა თუ აშინებს, ესე იგი თავისი სრულიად სამყარო აშინებს მას. გესმით? მანუს ნათება, ანუ მანუ და ონი, არის მანუ და ონი. ვინი კიდე არის ვინაობა, შენი მე, ვინ, ანუ ვიღაცა. პიროვნება. მანუ, ონი, ვინი, ტანი, იგივე ტარი, ყარ, ანი. ნუ გაშინებთ ეს სიტყვა ხალხო. ეს არ არის ცუდი სიტყვა. და როდესაც გამოიყენებე პირდაპირ მნიშვნელობით, შენი დედა მოვტყან, ხო? გეუბნება, რომ შენი დედა მინდა გავიგო ვინ არის, რომელ ნათებაშია და რომელ მზეშია, რომელ ანთან დგას და რომელი ტანი აქვს და რომელი ყარი აქვს. არა აქვს მაგას მნიშვნელობა, რომელ სიტყვას იტყვის ადამიანი. თუ აქტი არ არის გამოსახული, ხო? აი მაგალითად, როგორც გუშინ წავიკითხეთ იმ წიგნში, რომ თურმე თავის მოძღვართანაც ეძინა და რა გაუკვირდათ, რომ ლუიზა ბიძაშვილიაო თუ მამიდაშვილიო თუ ვინც არისო, მაგას მნიშვნელობა არა აქვს რა მეგობრებო, იქ არის აქტი აღწერილი, ხო? აქტი აღწერილი, ის უკვე აქტია, მაგრამ ნებისმიერი სიტყვა გამოდის სულიწმინდიდან. აი, ამას თუ შეიმეცნებთ თქვენ,
აი ამ საკითხს თუ შეიმეცნებთ თქვენ, არ არსებობს მოგებული და წაგებული ომი. ეს არის შემეცნება. თქვენ უნდა შეიმეცნოთ ყოველი სიტყვა როგორც სული წმინდის ქმნილება. სული წმინდის გარეშე არც ერთი სიტყვა არ შექმნილა. არც ერთ სიტყვას არ აქვს დასაბამი სული წმინდის გარეშე. ვიღაცა მითხრა, რომ ის ღვაწლშიაო და შენ რაში ხარ რაღაცეები ღვაწლში, აი ღვაწლში. ღანი ვინი ანი წილში, ხო? ანის წილში ვართ ყველა სიტყვაში ამოდის, აი თუ კი რაიმე საკითხი უკავშირდება, ყოველთვის არის. ყველა სიტყვაშია, ანი არის ყველა სიტყვაში. და ნებისმიერი სიტყვა, რომელშიც არის არის დალოცვილი ხალხო. და ნუ შეგაშინებთ ეს სიტყვები, ნურც ერთი სიტყვა რა. გესმით? კუჭმა დამიდასტურა. იცი რა მიკურს ხოლმე? სიტყვებს რომ გამოიკიდებიან ხოლმე და რაღაცა ქალმა ესი არ უნდა ილაპარაკოს და კაცმა ესი. ეს ყველაფერი ჩარჩოები ხალხო და ამდენს ლაპარაკობ, რომ გავიდეთ ჩარჩოებიდან, გვეყოფა ამდენ ჩარჩოებში მოქცევა. ჩარჩოში მოქცეული ადამიანი პირდაპირ მნიშვნელობით ღვთიურობას იკვეთს. ან დაცვეთილია. დასაჭურისებულია და დაკოდილია. ადამიანი, რომელიც იზღუდავს თავის თავს, რაიმე სიტყვის გამო, ან იმის გამო, რომ ეს ქალია და ეს კაცია, ქალმა ესი არ უნდა მოიქცეს და კაცმა ესი არ უნდა მოიქცეს. ყველაფერი ჩარჩოა. ყველაფერი არის გაწერილი ჩარჩო. აი ამ ჩარჩოებში თუ გინდათ ყოფნა, არავინ არ გიშლით. მაგრამ მე პირდაპირ მნიშვნელობით აგიხსნით, რომ მე არც ერთ ჩარჩოს არ ვერგები. და ამიტომ თქვენ გიგვირთ ჩემ ნებისმიერ საქციელს სალოსობას უწოდებთ, რაც ჩარჩოს გარეთ არის და ჩარჩოებს შიგნი, რაც ჩარჩოს გარეთ მყოფი ადამიანის მიერ განხორციელდება, ყოველთვის ჩანს სალოსურად. გესმით? და სალოსობა, აი თუნდაც ახლა გუშინ, ხო, ვიღაცეებმა შენ სიტყვებს წინააღმდეგები ჯერ ამბობ, რომ ღვაწლშია ნარიმანი და მერი ამბობ ესე და ესე. ხალხო, იცით თუ სიტყვის მნიშვნელობა რა არის? თუ სიტყვის მნიშვნელობა არის, ეს არის შავი. მაგალითად რა არის შავი? აი ეს არის შავი. ხო? და მოდი ავხსნათ ახლა. თუ სიტყვის მნიშვნელობა რა? ეს არის შავი, ხედავთ ვიცით, რომ შავია. მაგრამ თუ ეს თეთრია, მაშინ ჩვენ არარეალობასთან გვაქვს საკამი. აი, მივხვდით ახლა თუ სიტყვის მნიშვნელობა რა არის? მაგალითად, ახლა ვამბობ მე ჩემს ლაივში. ნარიმანი არის ღვაწლში. თუ ის სალოსობს და თუ ის არ სალოსობს, მაშინ ის ძალიან დიდ ამპარტავნებაში და განდიდების მანიაში. აი ეს არის და ეს მეტი არაფერი. ჩვენ გვაკლია მოსმენის კულტურა. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუსმენთ, ყველა სიტყვას ვერ ვიაზრებთ როგორც შანსს. ყველა სიტყვა, რომელიც ადამიანის პირიდან გამოდის, თუ გონება არ აქვს გავარჯიშებული, არ შემოდის შენ ტვინში. ამიტომ ზოგიერთი სიტყვა იფანტება ჰაერში, იკარგება და შენ ტვინში როგორც ლაგდება, ისე წარმოქმნის შენ რეალობას. ისე გესმის და აი ამას ქვია გაფუჭებული ტელეფონი, მეტი კი არაფერს. ამიტომ
ადამიანები რომ ვერ მისმენენ ხოლმე გულისყურით და მე ძალიან გაწვრთნილი ენა მაქვს. ისე დაგილაგებ ვითარებებს, რომ თუ ზუსტად და სიზუსტით არ მოისმინე, ხო, შენ შეიძლება გეგონო, ან სალოსი, ან გადარეული, ან გიჟი, ან არ ვიცი რა, ან რაღაცა. ამიტომ ზუსტი ყურადღება გჭირდებათ. მოისმინოთ, თუ ერთხელ ვერ გაიგეთ, მეორედ კიდე მოისმინოთ და თუ კიდე მეორედ ვერ გაიგეთ, მესამედ კიდე მოისმინოთ რა. ამიტომ ჯოჯოები იბლოკებიან. ჯოჯო იცით რა არის? ჯოჯო. ჯოჯო არის ხვლიკის მაგვარი რაღაცა არსება, ხო? რაღაცა, აი, რომელიც ქვეწარმავალი დადის დაჯოჯაობს, დაცოცავს. რატო დაარქვეს ამ ქვეწარმავალს ჯოჯო? ვიცით, რატო დაარქვეს ჯოჯო? აი, მოდი ქართულ ისევ ლაზარეს დავეკითხოთ. ჯ არის ჯან, ო არის ონ. ჯანი ონი, ჯანი ონი. აი, ორჯერ ჯანი ონი არის აი ამ რაღაცა ქვეწარმავალში ჩაქსოვილი, ხო? და არც ერთი არ აქვს. არც ერთი ონის სინათლე მას არ აქვს. აი, ონი მზეა, ზე. ონი არის მზე, მზის სიმბოლოა ონი. მოსმენა თითქმის ყველას შეუძლია, უბრალოდ კერპომანიობას ვერ გასცდნენ. კერპომანია ყველაზე უბედური სენია საზოგადოებაში. კი, კერპომანია თავში გიკეტავს იმას და მეტ ინფორმაციას აღარ უშვებს. ის, რაც უკვე პროგრამაში გიზის თავში, იმაზე მეც ვეღარ იღებ. ამიტომ ყველაფერი, რასაც გარე სამყარო ლაპარაკობს, გესმის იმ ჩარჩოსებურად, როგორც დაგაპროგრამეს. ამიტომ მეც ვეღარ იღებ. მიმღებლობა გიჭირს ამ დროს. აი, როგორც ამ ჯოჯოს უჭირს მიმღებლობა, აი ამ სინათლის. ხო? ისე დაპროგრამებულ და უკვე მოპარულ სულს უჭირს მიმღებლობა. გესმით? ყველაზე რთული არის. ჯერ საკუთარი თავი გაათავისუფლო ამ ჩარჩოებიდან. და მე დღესაც ვმუშაობ მაგ ჩარჩოების გათავისუფლებაზე. ყველაზე კარგი ვარიანტი, როდესაც ჩარჩოდან თავისუფლები არის მწარე სიმართლე. გამარჯობა მარი. მწარე სიმართლე რა არის, იცით? მაგალითად არის ესეთი რამე. აი, ხო ეგონა ადამიანს თავის ცხოვრების მანძილზე, ну ეხლა რა პროგრამა ვინჩადო და როგორ ეგ სხვა თემაა, მაგრამ თქვათ ეგონა ადამიანს თავისი ცხოვრების მანძილზე, რომ მე მაქვს ეგ გამოცდილება სხვათა შორის მიღებული ცოცხლად რა. ადამიანი არის ხეიბარი. და ეს ადამიანი ისე აღზარდეს, რომ ეს ხეიბრობა იმდენად გამოუთიშეს, რომ ვერ ხედავს, რომ ეს ხეიბარია. გესმით? აი, ხეიბარი ადამიანი. იმდენად იმუშავეს მასზე თავის მშობლებმა, რომ ეს ხეიბრობა დადის, უყურებს სარკეში, მაგრამ ვეღარ ხედავს. და როდესაც ადამიანი ამ ადამიანს ეტყვის, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცის, რომ ეხლა რო უთხრას ძალი და აიმსხროვა მისი მთელი სამყარო, ხო? და რომ ეუბნება ადამიანს, ნახე, შენ არ ხარ, თქვათ, ისეთი როგორიც წარმოგიდგენია, შენ ხარ ესეთი. ნახე, და დაადებ თიციკ, ესე, ნახე ესეა. და როდესაც ადამიანი რეალურად უყურებს უკვე, აკვირდება იმ მომენტს, რომ მართლა ხეიბარია. და
მასში ხდება დიდი ტრანსფორმაცია, აი თლიანი გადალაგება და მთელი რამდენი წლისაც არის იმდენწლიანი ილუზიის დარღვევა, დაშლა. და თუ ამ დროს ხარ დაცემულ მდგომარეობაში, ისეთი დაანგრეულ მდგომარეობაში ხარ, ახლიდან უნდა აეწყო. თუ ეს ადამიანი მოახერხებს ამის დანახვას, ამის არ გათიშვას, მიღებას და ახლიდან თავის აწყობას, აი მაშინ ხდება ადამიანი სწორედ ახალ ლეველზე გადადის, ანუ ახალ საფეხურზე და ის ჩარჩოებიდან თავისუფლდება. ეს ერთი მაგალითია მხოლოდ ეხლა, რასაც გიყვებით. ხო? აი მეორე მაგალითი, ჩემთან პირადად ძალიან ბევრი არის ესეთი შემთხვევები პრაქტიკაში. ადამიანს სჯერა, რომ მეორე ადამიანს ის უყვარს. ხო? 100% დარწმუნებულია. არ ვიცი როგორ მოახერხა ამ ჩარჩოში თავის ჩასმა. არ ვეკითხებით ახლა მაგას ჯერ, გვერდზე გადავდეთ, ხო? რაღაცნაირად მოხდა ამ ჩარჩოში, რომ მას 100% სწამს, რომ აი მეორე ადამიანს ის უყვარს. და ეს ადამიანი ეუბნება, არ მიყვარხარ. მაგრამ ეს ადამიანი არ იჯერებს, ამას გონია, რომ ის ატყუებს. ჩემ პრაქტიკაშიც მქონია ესე. არსებობდა მამაკაცი ჩემ ცხოვრებაში, რომელსაც ეგონა, რომ მე ის მიყვარდა. და დარწმუნებული იყო, აი 100% დარწმუნებული იყო, რომ მე ის მიყვარდა. და რაღაცა მომენტში მე ამ ადამიანს გავურბოდი, აი როგორ იცით, რომ აი ამ ადამიანის დანახვის მეშინოდა უკვე რა, იმიტომ რომ ყველაფერი ვცადე, რომ უთხრა ამ ადამიანს, რომ არ მიყვარხარ, შვილო, არა და ვერ გაიგო. და ერთხელაც მოხდა ესე, რომ საუბრობდი ერთ-ერთ ჩემს მეგობართან რა და აი ეს ვითარება ავუხსენ, ეხლა ეს ადრე ხდებოდა ეს. ეხლანდელი ჭკუა რომ მქონოდა, არ დამჭირდებოდა ამაზე საუბარი, მაგრამ და მითხრა ესეთი რამე. უნდა დაელაპარაკო. არ გამოდის მეთქი ლაპარაკი, აი ვეუბნები და არ ესმის. იცი როგორ ცადეო, ესეთი რაღაც რჩევა მომცა ძალიან საინტერესო. შენ თვითონ მიდი იმ ადამიანთანო და დაელაპარაკეო. აი საოცარი რაღაც ხდება მართლაც. იმ დროს ხდება ესეთი გადაღებები იყო და რა ვიცოდი რა სადაც იყო ეს ადამიანი, აი საჯარო სივრცეში იყო და აი ზუსტად აი როგორც კი მითხრა ეს სიტყვები ამ ადამიანმა, ამ მეგობარმა, ხო? ავდექი, არ გადავდი არსად ეს საკითხი და წავედი დავადექი თავზე. და ვეუბნები. მოვედი იმიტომ რომ გელაპარაკო. ეხლა ნახეთ რა ხდება, ძალიან საინტერესო რაღაც. ამ ადამიანს როცა თავზე დავადექი, აი ხალხი იგი იყო რაღაცა, მაგრამ ამას ეძინა რა, აი ტახტზე ეძინა, უბრალოდ სივრცე იყო ისეთი, რომ წამოწვა მთელი ღამის ნათევი იყო, გადაღება ქონდათ რაღაცა. ვეუბნები, რომ უნდა დაგელაპარაკო. სიტყვები არის ესეთი. აი ხომ ვიცოდი რომ გიყვარვა. ეხლა მეძინება. ღმერთო მეთქი ეხლა რა ვქნა, აი თავში ჩავარდღა. იმდენი აზრები მომივიდა ამ დროს, რომ აი იმხელა აგრესია წამომივიდა, რომ რატო ვერ იგებს ეს ადამიანი, ვეუბნები და რატომ არ სჯერა, ხო? და საბოლოო ჯამში ვეუბნები ამ ადამიანს ესეთ რამეს რა. შეიძლება ეხლა შენ ბევრი რამე იფიქრო და შეიძლება კიდევაც არ დაიჯერო, რასაც გეტყვი რა, მაგრამ არ მიყვარხარ, იმიტომ მოვედი აქ, რომ გითხრა არ მიყვარხარ. არა, არ მოხვიდოდიო, თუ არ გიყვარებოდი, არ მოხვიდოდიო. ხო და საბოლოო ჯამში მე ამ ადამიანს უთხარი ესეთი რამე. აი ახლა მეთქვი რასაც გეუბნები, შენ ამაზე დაფიქრდი. და მერე დრო რო გავა, დააკვირდი, რას გავაკეთებ და მერე კიდე თუ იფიქრებ, რომ მიყვარხარ,
მაშინ კიდე მითხარი მეთქი, რომ გიყვარვარ რა, ანუ გიყვარვარ კი არა, მიყვარ ხარ თქო რა და წამოვედი, დავტოვე. არაფერი აღარ უთხარი, წამოვედი და დავტოვე. ამ დღიდან ეს ადამიანი, ამ ადამიანს მე აღარ შევუწუხები ვარ. აღარ უთქვავს შემთვის, რომ შენ გიყვარვარ. აღარ უთქვავს. ეხლა რა მოხდა აქ, თუ დააკვირდით რა? ნახეთ რა მოხდა, მე რო დავაკვირდი, მე რა მოხდა აქ. მოხდა ესეთი რამე, რომ სანამ გაურბი ხარ პრობლემას, არასდროს არ მოგვარდება ის. გაურბი ხარ, მოკვდები, გარდაიცვლები, ისევ დაიბადები, ეს პრობლემას ისევ გაგეჩითება. ესმით, ვერ გაიქცევი ვერსად. პრობლემას ვერ გაიქცევი ვერსად. სანამ სახეში არ შეხედავ შენ პრობლემას, ვერ გაიქცევი ვერსად. უამრავი მაგალითი მაქვს ჩემი ცხოვრებიდან ასეთი. ეს ერთ-ერთი ეს თემა, მაგრამ კიდევ სხვა თემები არის, რომელიც სანამ სახეში არ შემოვტრიალდი და სახეში არ შევხედე ამ საკითხს, სადაც არ უნდა ირბინო 9-ს იქით რო წახვიდე, მზეზე რო ახვიდე, მთვარეზე რო ახვიდე და გადასახლდე, აი იქ მოგაკითხავს ის პრობლემა რა. ეს არის რა, ეხლა ნახე, სულის მოთხოვნილება, ჩარჩოებიდან გათავისუფლება, სულის ხელშეკრულება, რაც წერია, უნდა შეასრულო, ვერ აცდები. ხელშეკრულებას ვერ აცდები. ერთადერთი რამ შეგიძლია ამ ხელშეკრულებაში შეცვალო. მიუტრიალდე ამ საკითხს, რაც არ უნდა არ მოგწონდეს ეს საკითხები, დაჯდე, აიღო კალამი ხელში, ახლა გადატანითი მნიშვნელობით ალეგორიულად ვიძახი, აიღო ხელში კალამი და გადაწერო ეს, რაც არ მოგწონს. გადაწერა იყო ახლა რა? რო ავდექი, ჩემ თავს უთხარი, აი ახლა ადგები და წახვალ და მართლა გააკეთებ ამას. ავდექი, წავედი, გავაკეთე და მოგვარდა პრობლემა. რა მოხდა ამ დროს? გადაწერა მოხდა სცენარის. ხვდებით? სანამ სცენარს შენი ხელით არ გადაწერ, ვერავინ ვერ გადაგიწერს. არ გადააკეთებ, ვერავინ ვერ გადაგიკეთებს. და ეს უნარი თითოეულ ჩვენგანს აქვს, რომ გადააკეთოს ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიცაც ამ დედამიწაზე, აქ ამ სივრცეში, ფიზიკურ სივრცეში შემოვიდა. ჩარჩოებიდან თავის გათავისუფლება არის ის შენი თავის გაცნობა. შენ თავს იცნობ მაშინ, როცა ყველაზე მეტად გეუბნება შენ თავი, არა და დამანებე თავი და ამ დროს ჩარჩოში ხარ მოთავსებული, რა არა, სამყარომ არ იცის არა. აი როგორი რამეა, იცი? პატარა ბავშვი რო არის რა და ესე რომ მოვა და ეს გეკაჩება და შეხედავ და არ გინდა წახვალ იქით მოვა, იქით გეკაჩება. იქით წახვალ, იქით მოვა, იქით გეკაჩება. დააგდებს, სულ დააგდებს ეს ბავშვი რა. საბოლოო ჯამში მინდი და კითხი ამ ბავშვს, რა გინდა, იქნებ რამე დაეხმარო, ხო? ვერ გაიქცევი, ანუ პრობლემა ესე სიტყვა არის ესეთი რა. თვითონ სიტყვა პრობლემა არ არის კარგი სიტყვა. კარგი სიტყვა რა, ახლა კარგი და ცუდი სიტყვაა რა. პრობლემა არ არის შესაფერი ეს სიტყვა. ვერ გაიქცევი ვალდებულებებს. ყველაზე მეტად რისიც გეშინია, იმას უნდა შეუტრიალდე, თუ გინდა რომ დაიხსნა თავი ამ შიშისგან, ანუ ამ ვითარებისგან დაიხსნა თავი. უნდა შეუტრიალდე და იქვე მოაგვარო. გესმით? გაქცევ. აუ ეს რომ მივხვდი მე და ეს რომ დავაფიქსირე ცხოვრებაში რა მაგარი ტიპია აი ეს სახეში შეხედვა, რაღაცა პრობლემის სახეში შეხედვა და ისე მოგვარება, მე დავაფიქსირე რა, იცით მეგობრებო? ადამიანები როგორ გაურბიან თავის თავს. რამდენი უამრავი ცხოვრებაში მე კაცი შვილი არ მინახავს.
რომ თავის თავს არ გაურბოდეს რა. და ყველა საკითხში ამ საკითხს მე ვაგვარებ ხოლმე, როგორც შემიძლია, ხა ზოგს უნარები არა, როგორ არის, ზოგჯერ არა გაქვს მაგის ძალები. რაღაცნაირად ძალებიც გჭირდება ხოლმე მაგ დროს რა, რომ ნების ყოფა, რომ მართლა არ თხლიში ამ ადამიანს თავში რაღაც რა, მაგრამ საქმე იმაშია მეგობრებო, რომ აი ახლა მე მაქვს ესეთი გამოწვევა რა. ჯოჯოებთან ჯოჯოებს უნდა შეუტრიალდე და სახეში უნდა უთხრა ყველაფერი რა. იმიტომ რომ ეს ჯოჯოები დამდებენ ყველგან რა. მართლა გეუბნები. უნდა სინათლე და იმიტომ სინათლე ყველას უნდა. თან ვერ არ უნდათ რომ გაიგონ, თან გეპტორღიალებიან. და მეორე კიდე ის არის რომ აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენი დაზიანებული დემიურგი თუნდაც დემონი. აი დემონები ვინ არიან დაცემულები ხო? რატომ არიან ისინი დაცემულები თუ იცით? იმიტომ რომ დაისაჯნენ. ვინ სჯის? მამა ღმერთი. ვინ არის ეს მამა ღმერთი? იახვე. ეს იახვე როგორი ტიპია? იცით როგორი ტიპია? იერემიას მე-19 თავში წაიკითხეთ, მე-19 თავი, მე-9 მუხლი. რას წერს იქ იახვე? ჩემს შვილებს შევჭამო, დავწვავო, როგორ სჯის, რა სასტიკი ღმერთია ეს ვიღაცა იახვე, ხო? ძალიან სასტიკი ღმერთია. არ არის ეგ ქრისტეს მამა. ეგ არის სასტიკი ღმერთი, რომელიც სჯის დემონებს, ისა ანგელოზებს სჯის და აგდებს ქვესკნელში აგდებს რა. იმის მაგივრად რომ ამოქაჩოს ზემოთ. იმის მაგივრად რომ იმდენი სინათლე მისცეს რომ ამოქაჩოს ეს დაცემულები ზემოთ რა. ეხლა ძალიან მეწოდებიან ეს მეწოდებიან აი ძალიან ცუდი მდგომარეობა რომ როცა შენივე მშობელი შენ გსჯის რა. ისე რომ თან ხედავს რომ არ შეგიძლია სხვანაირად დაეცი, დანაშაული კი ჩაიდინე, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, არ ვიცი, 1000-ჯერ გააკეთე, თუ გინდა 1000-ჯერ დაუსვი შეცდომა, მაგრამ მშობელია ის შენი. და მაინც სჯის. აი ეს დემონები, აი რომლებსაც იმედიც კი აღარ აქვთ, რომ თავიანთი მამა მიიღებს, ხო? ეს დემონები იმას ეძებენ, ვისშიც სინათლეს ხედავენ, იქნებ იმან უშველოს. ამიტომ სინათლის მჭერ ადამიანებს, სინათლის მქონე ადამიანებს მიეწეპებიან ხოლმე და იმისგან ითხოვენ და თვითონაც არ იციან როგორ მოითხოვენ და რანაირად, ანუ რას ითხოვენ და როგორ. ზოგჯერ შეიძლება იმდენად გამოგაცალონ ძალიან, მართლა აიღო ჯოხი და მოარტყა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამათ უნდათ შველა. ამათ რო შველა არ უნდოდეთ, ხო? შენ თავს გაგანებებდნენ, წავიდოდნენ თავისში, დაჯდებოდნენ და ესე ჩაიკეცებოდნენ და იქნებოდნენ თავის წუხარებაში, მაგრამ ამათ უნდათ შველა. გესმით? და სანამ ჩვენი ეკლესია იახვეს ემსახურება, ვერასდროს ვერ მოვა იმ აზრზე, რომ ამათ შველა უნდათ, ბიჭო. ამ საწოდავებს, რომლებიც შეცდომა დაუშვეს და უნდა სინათლეში ყოფნა, ვის არ უნდა სინათლეში ყოფნა, ყველას უნდა სინათლეში ყოფნა. ყველას, დემონსაც და ანგელოზსაც, ყველას და ეს იახვე არის გადამწყვეტი პრობლემა რა. ამ იახვეს უნდა მხოლოდ მმართველობა. ამ იახვემ ვერ მიიღო ქრისტე, იმიტომ მოკლა. მამამ მოკლა შვილი. კარგად დაუფიქრდით, სახარებაში რა მოხდა. კარგად დაუფიქრდით. და მერე ამოიფხრება ეს პრობლემა იუდეველებსა და ქალდეველებს შორის. ვინ არიან ქალდეველები? ქალი ურევია შიგნი. ისინი სინათლის მატარებლები არიან, დედაღმერთები არიან.
დედასთან კავშირში არიან, როცა მამა დამსჯელი, სასტიკი ვიღაცა არის, ჭამს თავის შვილებს და რეებს აღარწევს, ცეცხლში ამყოფებს, პირდაპირ ისეთ რაღაცებს უწყობს, რომ ხან ცეცხლს იმას ჩამოაგდებს და დაწვავს ამ ხალხს და ხან როგორ მოკლავს და ხან როგორ დასჯის. ახალ შობილებს გააწყვიდა. სასტიკი მამა არის ეს. იახვე. ამ სასტიკი მამის იმედით არიან ეს იუდეველები. და ქალდეველები არიან დედა ღვთაების სინათლის, რომელიც თავის შვილებზე ზრუნავს, არ სჯის, ცდილობს რომ გამოასწოროს, მოეფეროს, ან შეიტანოს სინათლე მასში. აი, ვინები არიან ქალდეველები, რატო ვარ ჩვენ ქართველები? და რატომ მოგვაქციეს მამა ღმერთის წიაღში? იმიტომ რომ დღესაც იუდეური შვიდფეხა მენორები ამოყირავებული, შვიდტოტა რო უნდა იყოს, შვიდტოტა მენორები უდევთ, შვიდფეხა რო უნდა იყოს. შვიდტოტა მენორებზე ალოცვინებენ მამა ღმერთის იახვეს სახელით ხალხო, რომელმაც შეიწირა თავისი შვილი, მოკლა თავისი შვილი ქრისტე, იესო ქრისტე. მოკლა. როგორ წამდა და სჯეროდა ქრისტეს, რომ მამა ღმერთი მას არ გასცირავდა, იცით? მაგრამ მოკლა, გასცირა, შეწირა, გაიმეტა მაინც. დედა ღმერთს არ ევედრებოდა იესო ქრისტე, იცით რატო? დედა ღმერთი იცოდა, რომ ის ისედაც შემწყნარებელია, ის შეიწყნარებს. არ მოსულა იესო ქრისტე ამ დედამიწაზე დედა ღმერთის გამოსასწორებლად. იესო ქრისტე ძე ღმერთი მოვიდა მამამისის გამოსასწორებლად. რომ ბოლო წუთამდე მისცა მას იმის საშუალება, რომ უსისხლოდ გადაეწყვიტა რამე პრობლემა, მაგრამ ვერ გადაწყვიტა მამა ღმერთმა უსისხლოდ რამე პრობლემა. გესმით? არც მამა ღმერთს არ განვიკითხავ. მას არ შეუძლია სხვანაირად. თუ კი მე ვამბობ, რომ ეს ადამიანი არის დემიურგი, ეს ადამიანი დემიურგია, არიმანია. თუნდაც იყოს ამირანი. ვის დაუწყო ამირანმა ბრძოლაო? ღმერთს. როდესაც მე ადამიანს ვამხელ, სიყვარულით ვამხელ, მან უნდა ისწავლოს და დაინახოს თავისი თავი. ზოგჯერ სიყვარული გამოიხატება ხოლმე აგრესიითაც. ისევ ის ფსიქოლოგი მე რომ ვამხილა ელაპარაკობდა სიყვარულზე და აი სიყვარულიო, თუ სცემსო კაცი ქალსო, იქო არაო სიყვარული არა. ზოგ ადამიანში სიყვარული ამგვარად გამოიხატება, ცემით. მართალია დაზიანებულია ეს? დაზიანებული რატო? ესეთი ფორმა აქვს გამოხატვის ადამიანს სიყვარულის. მართალია მეორე ადამიანი ზიანდება ამით. მაგრამ იმ ადამიანს სანამ შენ არ გაუგებ ამ საკითხში, იმდენი წელი იმდენჯერ დაიბადება და იმდენჯერ ისე დაასრულებს თავის სიცოცხლეს, რომ ცემით გამოხატავს სიყვარულს, გესმის? ყველაფერს სჭირდება გაგება. თუ ამის ძალები აქვს ადამიანს. ზოგჯერ არ აქვს ადამიანს ამის ძალები და გაურბის პრობლემას. მე მესმის ამ ადამიანებისაც, მაგრამ ნარიმანს, როდესაც მე ვამხელ, რომ არ შეიძლება რომ ამ ადამიანზე დაამყარო შენი ხსნა, იმიტომ რომ ეს ადამიანი თვითონ სახსნელია, ხო? პირდაპირი მნიშვნელობით თუ გინდა მრევლს კითხე მისას, მე-7 სართულზე ყავთ გამოკეტილიო. რომელი მხსნელი იქნება მე-7 სართულზე თუ მხსნელი მე ვიხსენი, მხსნელი ის კი არ ყოფილა, მე ვყოფილ ვარ. ანუ თუ მხსნელი ელოდება მხსნელს, ვინც იხსნა ეს მხსნელი, ის არის მისი მხსნელი. და რა გამოდის, რომ თუ ნარიმანი ელოდება კიდე ვიღაცა მხსნელს, რომელიც თამარის სახელით მოვა,
მაშინ ხსნელი ვინ გამოდის? აი ლოგიკურად გეკითხებით რა. ყველა იქ მდგომი მეუბნება, რატოა მეთქვი ჩაკეტილი მე-7 სართულზე? არ უშვებენო. მე ვთქვი, როგორ მხსნელს არ უშვებენ? მხსნელია და მხსნელი მოიგვა ხსნელმა ხსნელს დაუძახოს, ანუ ხსნელი თუ ეს როგორ ხდება, მე ვერც ერთ ლოგიკაში ვერ ჩავაშინე ეს საკითხი რა. ხსნელმა თუ ის მხსნელია და იმაზე ამყარებ ხსნას, მაშინ იმას სხვა მხსნელი რაში სჭირდება, კაცო? ხო? და თუ ის სხვა მხსნელი სჭირდება და იმას ვერ იღებ როგორც წმინდას და არტო ამას იღებ როგორც წმინდას, მაშინ აი ძალიან დარღვეულ სივრცეში ცხოვრობ. ილუზიაში ცხოვრობ პირდაპირ რა. რეალობას ვერ ხედავ. ამიტომ ძალიან გაუკვირდათ ნარიმანის ჯოჯოებს, რომ რას ვაკეთებ მე კაცო, რას ვაკეთებ? ერთი მხრივ ვიძახი ღვაწლშია, მეორე მხრივ ვამხელ, მესამე მხრივ ხან ვაძაგებ, ხან იცით რა არის მეგობრებო? ღმერთს ვერავინ ვერ შეიცნობს, ისე იქცევა. შეუცნობელი არიან საქმენი შენი უფალო და თუ ღმერთს ვერ შეიცნობ, ესე იგი ღმერთი სალოსობს, ხო? და თუ ღმერთი სალოსობს, რა გაგიკვირდათ, რომ აგერ სალოსებით შეიძლება გაივსოს ყოველი. ჯერ ეგერთიც რა არის სალოსობა, იცით? ან რა არის? აი მაგალითად მოხვედი და ადამიანს ხედავ, დღეს სხვანაირად ლაპარაკობს, ხვალ სხვანაირად ლაპარაკობს. აი მაგალითად ნარიმანს ეკითხებიან, ქურდებთან ქონდა საუბარიო და გუში რო სიტყვა თქვი დღეს არ შევასრულეო და რო ეკითხებიან ქურდები გუში რო სიტყვა თქვი დღეს რატო არ შევასრულეო, ეს უბრალოდ სიტყვის მონა არ ვარო მეო. გუშინ ეგრევ ფიქრობდი, დღეს ეგრევ ფიქრობო. ხო და იცი რა არის? ადამიანი განვითარებაშია, კაცო. ესე არ შეიძლება გუშინდელი ადამიანი დღევანდელი იგივე ადამიანი განსაზღვრო. არ შეიძლება ეგრე ხალხო, მე რო დღეს ესეთი ვარ და ხვალაც იგივენაირი ვიყო. ესე იგი გაჩერებული ვარ ერთ იმაზე, რომ ვეღარ ვითარდები და როგორ შეიძლება ადამიანზე აზრი გამოიტანო, აი ეს ესეთია და დაარტყა ბეჭედი და всё, იმის იქით ვეღარ გაიხედო ის ადამიანი როგორია. აი რაღაც ვითარებაში ვნახეთ ადამიანი, ხო, მაგალითად შიშველი გზაზე აგდია რაღაცა გალოთებული და ის და всё, ეს ლოთია, დავარტყით შტემპელ, ესე ბეჭედი დავარტყით და იქ გავაჩერეთ რა, ჩვენს რეალობაში ის ადამიანი იქ გავყინეთ. და ხვალ რო ადგა ის ადამიანი ისეთი მაგარი ტიპი გახდა, რომ ჩემს თავში გაიყინა ის როგორც ლოთად და იმისი რეალობა გაგრძელდა და ჩემი რეალობა აღარ გაგრძელდა, იმიტომ რომ რეალობა ვეღარ დავინახე. ჩემ თავში გავყინე უკვე ის ადამიანი. ამიტომ ტვინგაყინულები ნუივლით რა. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც დღეს ვაგინებ, შეიძლება ხვალ ვაკოცო და გადავეხვიო. არ არის ეგრე რა. ეგრე არ არის, რომ დღეს რო გააგინე, დასრულდა ყველაფერი. დღეს გაგინე, ხვალ გაკოცებ, ზეგ შეიძლება გაგიბრაზდე, მაზე შეიძლება ჩაგიხუტო. იმის მერე შეიძლება სიყვარული აგიხსნა, მერე შეიძლება გწყევლო. ანუ ეს არის განვითარება ხალხო. აბა სხვა რა გგონიათ თქვენ ცხოვრება? რომ ჩარჩოებში მოვექცეთ და ეს დილით ადრე წავიდეთ სამსახურში, მერე წამოვიდეთ სახლში, ჭამოთ, დავიჯინოთ, ავდგეთ, წავიდეთ, მოვიდეთ სახლში, ჭამოთ. ეს არის ცხოვრება, თქვენ ესე გონიათ, ეს არის ცხოვრება. ეგ არის მუშა. ეგ არის მონა. ეგ არ არის ადამიანი. ეგ არის ჩამოყალიბებული რობოტი, რომელიც შეიქმნა მონად. დავითი წერს, მეც ეგ მიკვირს, თუ მხსნელია, რატოა ჩაკეტილი? ვფიქრობ, დასახსნელია, ისიც მსხვერპლია, მოქცეული ციხეში. ხო და ვინც მას იხსნის, ის არის მხსნელი და არა ის. ვინც თავის თავზე, ვიზეც გონია, რომ მხსნელია, ანუ მხსნელი იცი ვინ არის? ვინც თავისუფალია. ვინც ამხელა ვეშაპებში თავისუფლად დაიარება მაინც. და არა მხოლოდ 4 შაბათს გამოდის და ყოველ მეორე 4 შაბათს გამოდის. ეგ უკვე ჩარჩოში მოქცევაა, ეგ უკვე რაღაცა გეგმის ნაწილია, ეგ უკვე არის გაწერილი სქიზმა თუ რაღაცა გაწერილი სქემა, რომელიც მოერგო და всё, იქ არის. იქ ქვია
მხსნელი იქ ესე აკეთებს, იქ ისე აკეთებს. თავისუფალი ადამიანი არასდროს არსად არ გამოიკეტება თავისი ნებით. შეიძლება თავისი ნებით გამოიკეტოს, მაგრამ იქაც რაღაცეებს იმაშებოდეს, აღმოაჩენდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ხო? ბიჭო, ხალხი გელოდება და თუ მხსნელი ხარ, ვინ გიჭერს? თუ მხსნელი ხარ, თუ ყველაფერი შეგიძლია, ვინ გიჭერს? ვინ გეუბნება გაჩუმდიო? კაი, შენ თუ გადაწყვიტე შენთვის, რომ აი გაჩუმდე, ხო? თქვა გაჩუმდე, არაფერს არ ვაბარ. ეგ შენი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ გამოკეტილი ხარ, თუ მეუბნებიან რომ გამოკეტილიაო, ტყვეობაშიაო, არ ვიცი, აი მე მაგალითად ეს ყველაზე საოცარი რამ რაც ვნახე, ადამიანები რომ გაორებაში კი არა იმაში არიან რა, აბსოლუტურად რაღაცა ისეთ ბლაზეში ბუშჩი არიან მოქცეული, რომ ვერ იგებენ რას ლაპარაკობენ, რა ხდება, რატო დგანან იქ, რატო მოდიან, რატო მიდიან, რატო უნდათ ჩხუბი, რატო უნდათ რომ სანთლები მიიღონ დატყვევებული მამაკაცისგან, რომელიც მხსნელია. სად იყო ქრისტე დატყვევებული? ქრისტე არსად არ იყო დატყვევებული, დადიოდა ჩვეულებრივად, დადიოდა ისე, რომ დააბიჯებდა ლაღად, წყნარად, მშვიდად, ზოგჯერ ხმამაღლა. არსად არავის არ დაუტყვევებია ქრისტე გარდა ბოლოს რომ დაიჭირეს მოსაკლავად რომ ამზადებდნენ. 20 წელი დატყვევებული იყო, ეხლა რა ვიცი მე კაცო, ესეთი მხსნელობაც მხსნელიც არის და მხსნელიც არის მაშინ. კოლხ ელი რატომ წაშალა მეგობრებიდან? ეთყობა შემცა და იმიტომ რა. ალბათ. იმედია ეს ლაივი თავიდანვე მოისმინე, ამ სიტყვის გამო რო არ დაწერო კიდე ერთი დაზოგო რამდენიმე კომენტარი, კაი? ასე რომ ჩემო კარგებო, შენი მეცანი, იგივე შემეცი სიტყვა გადმოაყირავეთ და ძალიან ხშირად გამოიყენეთ ეს სიტყვა ამ შრილში. შენი მეცანი. რატომ გადმოგვიყირავეს იცით ეს სიტყვა? იმიტომ რომ შენი მე არ ცნო და შეგეშინდეს შენი მეცნობის. ამ სიტყვის შეგეშინდეს. თუ სიტყვის გეშინია, თუ ამ სიტყვის წარმოთქმის გეშინია, შენი მეს შეცნობის გეშინია. ანუ სიტყვა შემეცი გავათავისუფლე მარწუხებიდან, ვიხსენი. სიტყვის ძალით. ლაზარეს ენით. დავით აზნაურიშვილი, რისი ან ვისი ეშინია მეფეს, ნარიმანს, ქრისტე ღმერთს ეშინია, ვისი? ხო, აბა ვკითხოთ, ვისი ეშინია? რა ვიცი, ეშინია ალბათ ვინმეს. რომ გამოკეტეს იქ და რო გამოვიდეს, ვისი ეშინია, რო გამოვიდეს რა, ვინმეს ეშინია? თუ ეს ადამიანი თავისთვის იქ მეშვიდე სართულზე, თავისთვის უნდა რა. ყოფნა მაშინ ეს წიგნი რაღაც ნიშნავს, ვერ გავიგე რომ მომიტანეთ, გამიკეთეთ, ჩამაცვით, დამახურეთ, ტუალეტი გამომიცვალეთ, უნიტაზი გამომიცვალეთ. ისა, იცით რა არის მეგობრებო? ანუ რო ამბობს ამას და მე იღებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სალოსობს. რო ამბობს და მიუტანენ ამ საკითხს და ის იღებს, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ მოითხოვს და იღებს კიდევაც. მაგრამ თუ სალოსობს და ამ საკითხით სხვა რაღაცა გვინდა რომ უნდა რომ მიგვახვედროს, მაშინ არ უნდა მიიღოს ის რასაც აი მაგალითად ხო არის რომ ბანანი მიუტანეს, ხო? მომიტანოს ბანანი თამარინას არის, დაწერა ლუიზამ, ხო? თავის Facebook-ზე. მიუტანე ანბანი. არ მიიღო. მიუტანეს ბანანი, მიიღო. მე ვერ გავიგე, მაშინ ბანანს ითხოვდა რა, მართლა ბანანი უნდა მიმეტა. და არანაირი იქ სხვა იქ ანბანის მნიშვნელობა არ იყო იქ გაშღერებული. ანბანი გადაახებინა იქ თავის ხალხს.
გადაახევინა ნარიმანმა რა. ეხლა არ მითხრეთ რომ ნარიმანის გარეშე იქ რაღაცა ხდება. იქ ყველა ვინც დგას ამ ადამიანის დაპროგრამებულია, ნარიმანის დაპროგრამებულია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ანბანი გადაახევინა იმ კაცს. ის კაცი თავისით ვერაფერს ვერ იზავდა, იქ ის არის დაჭერილი სული, всё, იმის მონაა უკვე. ხო და რა გითხრათ ეხლა ჩემო კარგო, რა გითხრათ რა, ვარ ვიცი რა გითხრეთ, კოჩო, რა გითხრეთ. მხსნელი თუ ელოდება მხსნელს, მაშინ ის მხსნელია, ვინც იმას იხსნის, ის უფრო მხსნელია, ისევ შედარება. ის ყოფილა მხსნელი მაშინ, ვინც მხსნელს იხსნის. კარგზე კარგი არ დაილევაო, ხო ეს არის. ჯობზე ჯობი არ დაილევაო. ესე გამოდის რა. აბა მხსნელებო, გამოჩნდით ეხლა, იხსენით მხსნელი. იხსენით მხსნელი. თუ მხსნელს არ იხსნით, ვერ დაიხსნით თავს. აუ, საჩავდივართ ასე ხარ, ესე ჩავდივართ დაბლა. აი ხო არის კვანტური ფიზიკა, ხო? აი კვანტური ფიზიკა პირდაპირ მნიშვნელობით ესე კი არ არის, მაგრამ ესე ჩავყავართ. ესე არის მხსნელი. მე იმის მხსნელი და იმის მხსნელი და იმის მხსნელი. ანუ არის ღმერთი, იმის ღმერთი, იმის ღმერთი და იმის ღმერთი. ახლა რომელია ღმერთი? სულ ყველა ღმერთია, სამივე ღმერთიაო, მე ერთად მიყარეს იქ მართლმადიდებლება. სამივე ღმერთიაო, კაცო. ერთად არიან. მაგრამ მიხსენიო, კაცო, აი ქრისტე ეუბნება, მიხსენიო და ამარიდე ესას მისიო და თავისას ეუბნება თურმე ის. ერთი და იგივე ღმერთები არიან, მაგრამ თავისას ელაპარაკება, მიხსენიო და საბოლოო ჯამში თავისას ვერ იხსნის და რაღაცა შიზოფრენიაში გადავდივართ კი არა და დაზიანებულ კვანტურ ფიზიკაშიც კი არა და რაღაცა ქვია მაგას რა. სალოს ბერსო ვერ გაუგო, მან გასაგე ღმერთო მომესი მიღძალა ამ ადამიანს აუხსნა ყველაფერი. სალოს ბერს რომ ვერ გაუგო, მან გასაბარაზებელი არაფერია. მეოჯახი ქალი ხარ, შენ სხვა დონის ღვაწლი გაქვს და არც გეკუთვნის გაგება. ვის ეკუთვნის გაგება? მარტო მამაკაცებს? ვახ! რა გქვია დიდო ქართველო? რა გქვია? ეს მაინც მითხარი, სახელით მაინც მოგმართო. სახელით მაინც მოგმართო. დამიწერე რა გქვია რა? მე არ მეკუთვნის გაგება და შენ გეკუთვნის გაგება? სამი შვილის დედას არ ეკუთვნის გაგება და იმას ეკუთვნის გაგება, იქ რო თმები დაალეცა ვიღაცას და თავი რო დაანგრია? ვახ! რა გჭირთ? მე რომ ნარიმანის სიტყვები გავიგე, ნეტა იქ ვინ გაიგო კარზე ეგრე ძალიან კარგად მითხარი ეხლა და მე ვიტყვი რომ იმ ადამიანთან მივარ და იმას დაველაპარაკე. დიდო ქართველო. მითხარი, სახელი და გვარი დამისახელე და იმ ადამიანთან მივალ და ვიტყვი, მე ვერ გავიგე კაცო ამ კაცის და შენ რამე გაიგენე და ან შენ თუ რამე გაიგე ჩემო კარგო. იქ ყველა დგას, ისე ტუგა დუმი, რომ საერთოდ არავის არაფერი არ ესმის. რატომ გამოდის, რატომ შედის, რა დაწერა, როგორ დაწერა,
ყველა თავისას უბერავს. ცუდად არ მიიღო უფლის ანგელოზის გაჩენა მხოლოდ ქალს შეუძლია. ერთი შენმა მხსნელმა არ მიხსნას, მერე ვანახებ მაგას ხსნას. აღარ ვიცი როგორ ვილაპარაკო ხალხთან. მაგრები ხართ. აი ეგ არის გამოწვევა რა, ეს გამოწვევა ეთყობა მეკალდავე. ეთყობა იმდენი გამოწვევები გავიარე ცხოვრებაში, რომ აი ეს ყოფილა თურმე გამოწვევა. მაგასაც მიმახვედრებს ღმერთი როგორ გელაპარაკოთ. არა ენაზე გელაპარაკოთ, მაგასაც მიმახვედრებს ღმერთი. დიდო ქართველო. სახელს მაინც არ მივხილე გეშინია, ხო შენი სახელის გამხელის. აი ვისაც რამის ეშინია, ის არის უკვე უბედურებაში. ჯერ შიშები მოხსნათ, შიშები. ეს სხვადასხვა ჩემი პირველი ფილმი იცით, რა ერქვა ჩემს პირველ მოკლემეტრაჟიან ფილმს. სულ რაღაც 7 წუთიანია, თუ 5 წუთიანი. გერმანულია, გერმანულ ენაზეა. შიში. ხო მაგარი სიტყვა შიში. სიკეთე გიხსნის, რაც არ უნდა აგრესია გამოხატო, შენი სიკეთე გიხსნი. მე ვერ გავიგე აგრესია რატოა ცუდი ტიპი. რატო შერაცხეს ეს აგრესია ცუდ ტიპად მე ვერ ხვდები რა? აგრესია ერთ-ერთი გამოხატულებაა, როგორც სიყვარულს გამოხატავ და ვიღაცისთან მიხვალ და აკოცებ, აგრესიაც ყვირი ხარ და მე რა რო ყვირი ხარ, რატო აშინებთ ადამიანებს ყვირილი, გინება, ცემა, ტყეპა, ტკივილთან არის კავშირში, ხო? ტკივილთან. აი მითხარით რა. რატომ ჩასვეს ჩარჩოში აგრესია და რატომ განდევნეს აგრესია, ცუდ ტიპად რატო შერაცხეს აგრესია? ზოგჯერ სიყვარულმა შეიძლება ისე დაგაზიანოს, როგორც აგრესიამ და ეს სიყვარული რატო შერაცხეს კარგ ტიპად? შეგიძლიათ ამიხსნათ ეგ? თუ ამას ამიხსნით, კარგი განაგრძე შიშმა ამიტანა ბედნიერად. თუ ამას ამიხსნის დიდი ქართველი, აი მაშინ ის მხსნელი იხსნის მას. Yes. კითხვები ხომ არ გაქვთ? მე მგონი გასასვლელად ვემზადები, ახლა უნდა გავიდე ლაივიდან. კითხვები. კარგი, არ გაქვთ. გაკოცით მეგობრებო. ძალიან მიყვარხართ. ხო? ხან ძულული, ხან ყვარული, ესე ვარ, რა ვქნა. ხან ძულული ვარ, ხან ყვარული ვარ. ორივე ძალიან მაგარი ტიპია, რო იცოდეთ. კი. მოვაქცევთ ძულულს ჩარჩოებში, ცოდუა, იმასაც უნდა რომ იარსებოს და ყვარულსაც. წავედი.